საქართველო თუ ასე ძალიან გიყვარს, ამერიკაში რატომ ცხოვრობ? ეს მორიგი სულელური შეკითხვაა შენგან. აქ, ჩემი ოცნების ასახდენად ჩამოვედი. UFC-ს ჩემპიონი რომ გამხდარიყავი. საქართველოში უნდა დაბრუნდე. იქ ცხოვრო და ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე იზრუნო. საქართველოში დაბრუნდი. სპორტ დარბაზი ააშენე და შენს ხალხთან ერთად იცხოვრე. მე დაღესტანში, ჩემ სოფელში ვცხოვრობ. მე შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. შეგიძლია იცხოვრო სადაც გინდა იქ. შეგიძლია წარმოადგინო რომელი ქვეყანაც გინდა. მე კი ვარ საქართველოდან. ჩამოვედი ამერიკაში იმისთვის, რომ გამხდარიყავი უკეთესი MMA მებრძოლი. როდესაც სპორტს თავს დაანებებ, უკან დაბრუნება მოგიწევს. ჩამოვედი ამერიკაში, რათა ამეხდინა ოცნება და გამხდარიყავი UFC-ს მებრძოლი. შენი ოცნება უკვე ახთა ჩემპიონი ხარ. ამიტომ მადლიერი ვარ ამერიკის, რომელიც დამეხმარა ოცნების ახდენაში და UFC-ს მებრძოლად გახტომაში. მადლიერი ვარ ამერიკის ამ დახმარებისთვის, რითაც აქამდე მოვედი და ახლა მე მაქვს პლატფორმა საიმისოდ, რომ საქართველო კიდევ უფრო უკეთესად წარმოვაჩინო. მე ამერიკის მადლიერი ვარ, მაგრამ არასოდეს დავივიწყებ ჩემს საქართველოს, რომელმაც აღმზარდა და ამ პლატფორმიდან საქართველოს კიდევ უფრო დავეხმარები. მე ამერიკაში გაცილებით უფრო მოკრძალებულად ვცხოვრობ, რადგან საქართველოში თავისუფლად დარბაზშიც კი ვერ შევდივარ. იქ მე ყველა მიცნობს. საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნდები? როგორ? საქართველოში დაბრუნდები? რა თქმა უნდა. კარგი. თუმცა ჯერ აქ უნდა ვიშრომო, რადგან ამერიკა სამუშაოდ საუკეთესო ქვეყანაა. ის გაძლევს უამრავ შესაძლებლობას საიმისოდ, რომ მიაღწიო შენს მიზნებს. მიზანს უკვე მიაღწიე, გავიგეთ. ამიტომ ვარ ამერიკის და UFC-ს მადლობელი. დანა ვაით, პატივს ვცემ იმას, რომ შენ ადგილობრივ შოუში რიკო კომბატში მიპოვე და UFC-ში წამიყვანე. ამით შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე და ვფიქრობ, ჩვენ იმდენი ადამიანის შთაგონების წყარო ვართ, რომ მაგალითად მე აქ მოვედი არაფრით, ახლა კი UFC-ს ჩემპიონი ვარ. ამიტომ სამუდამოდ მადლიერი ვიქნები. ახალგაზრდები კი ამ მაგალითს უყურებენ და ხედავენ, რომ თუ დაუღალავად იშრომებ, ყველაფერი შესაძლებელია. ამიტომ ამერიკა და UFC ამის კარგი მაგალითია. მადლობა.